ბავშვებო, დღეს ვიწყებთ ჩვენს რუსულის გაკვეთილებს, უბრალოდ რუსული შინაურ გაკვეთილებს და უნდა ვისწავლოთ სიტყვები კორნეი ჩუკოვსკის ლექსისათვის მოიდადիր. ამ ლექსისთვის კორნეი ჩუკოვსკი მოიდადիր. მე გადავალთ ლექსზე, მაგრამ ჯერ ბოლომდე სიტყვები უნდა ვისწავლოთ. აბა ახლა გავიხსენოთ, ისა გავიმეოროთ. კორნეი ჩუკოვსკი, ვაიმე ბავშვებო, ჩუკოვსკი პატარა ასოთია და წერილი. გაიცადე. ნუ კაი იყოს, ეს დიდი ასოთი უნდა იყოს, ხო იცით? ხე შეცდომაა. ხო, კორნეი ჩუკოვსკი. კორნეი ჩუკოვსკი. მოიდადիր. მოიდადիր. სლავა. სლავა. სიტყვები. ტრეცია ჩას. ტრეცია ჩას. ესე იგი მესამე ნაწილი. ტრეცია ჩას. ორი ნაწილი უკვე ვისწავლეთ, ეს არის მესამე ნაწილი, ესე იგი კორნეი ჩუკოვსკი, он დიდი ასოით, большой буквой. Корней Чуковский, моидадир, слова, третья часть. Мыло. ეს სიტყვა ყველაზე მეტად უწევს ქართულ ბავშვებს. Мыло. Настоящее. ნამდვილი საპონი. Хозяйственное. ანუ საოჯახო საპონი. აი ყველაფერში რო გამოიყენება, შეგიძლია ჭურჭელზე, სარეცხზე, ხელებით დაიბანო. ყველაზე ესეთი სახმარად ძალიან მოსახერხებელი საპონი. 72%. არა. 72%. 72%. 72%. Ესე იგი мыло настоящее. Хозяйственное. 72%. 72%. Ესე იგი 72%. 72%-იანი. ესე იგი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. Мыло настоящее. Хозяйственное. 72%. Мочалки. ესე იგი ეს მაჩალკა სახე. Полотенце. პირსახოთი და პირსახოთები. ესე იგი ვიმეოროთ კიდევ ერთხელ. Мыло настоящее. Хозяйственное. 72%. Полотенце. ხო, ეს გვერდი მოვჩით, გადავდივართ. Зубная щетка. Зубные щетки. Зубная паста. Зубной порошок. Порошок. ესე იგი ეს არის პასტა და ეს არის ფხვნილი. მრავლობითი არ გეგონოთ იმის, ესე იგი ფხვნილი ადრე გამოიყენებოდა ბავშვებო, ადრე, ახლა არავინ აღარ იხეხავს, адре ესე ჩააწობდნენ და ისე იხეხავდნენ. ესე იგი зубная щетка, Зубные щетки, зубная паста, зубной порошок. Палка-палки. ჯოხი და ჯოხები. Палка-палки. ხო, ახლა მარტო მე წავიკითხო და მე სათითაო თქვენ. Зубная щетка, зубные щетки, зубная паста, зубной порошок. Палка-палки. აბა რომელი კითხულობს? ნიკა. Зубная щетка, зубные щетки, зубная паста, зубной порошок, палка-палки. Лука. Зубная щетка, зубные щетки, зубная паста, зубной порошок, палка-палки. Длинные волосы. Длинные волосы. Грзели тмები, Короткие волосы. Короткие ახლა волосы. ჯერ მე სათითაოთ. Длинные волосы, короткие волосы. აბა Длинные волосы, короткие волосы. Длинные волосы, короткие волосы. Пчела. Оса. ესე იგი ფუტკარი და კრაზანა. Пчела. Оса. Пчела, пчелы. Пчелы. ფუტკარი, ფუტკრები. Оса, осы. Осы. Пчела или оса? Пчела или оса. Футкари ту кразана, как их отличить? Как განვასხვავოთ? Как их отличить? Пчела, оса. ახლა წავიკითხოთ აი ფუტკრის დამახასიათებელი ნიშნები. Опыляет цветы. Опыляет цветы. ესე იგი მტვერავს ყვავილებს, დამტვერვა ხო იცით, ბოტანიკაში არის სწავლეთ, რომ დამტვერვა ხდება. მტვერი გადააქვს ერთი ყვავილიდან მეორეზე ფუტკარს. ესე იგი опыляет цветы. Делает мёд. აკეთებს თაფლს.
улучшает окружающую среду. Улучшает окружающую среду. აუმჯობესებს გარემო პირობებს, გარემოცვას. აი გარშემო რაც არის, ყველაფერს აუმჯობესებს. სასარგებლოა. жалит неохотно. ხო, ახლა ცოტა გამოასწორეს, მაგრამ სიმართლე თქვეს რა, რომ ესე იგი ხალისით კი არ აკბენს. უბრალოდ აი უხალისოთ იკბინება. სხვა გზა არა აქვს რა, რომ ეშინია მაშინ იკბინება. გასაგებია ხო неохотно. როცა ხედავს და როცა მასაც წამოს. ეშინია და იმიტომ იკბენ თორე კი არ ეხალისება იმ რომ უკბენს მე თვითონ კვდება. გასაგებია იმიტომ წერია რომ жалит неохотно. ესე იგი აი იკბინება ისუსხება ხო? ნესტარსო ჩაგასობს მაგას ქვია რუსულად жалит неохотно უხალისოთ იკბინება ან ისუსხება. რატო უხალისოთ? იმიტომ რომ მე თვითონ კვდება. უბრალოდ რომ შეშინებულია და იმიტომ იკბინება. გასაგებია ხო? аса просто მუდილა. ესე იგი ეს რაზანა კიდე უბრალოდ მუდილა არისო, მუდილა, მუდაკ. ახლა ეს რა ყოფილა ახლა ნახოთ მუდილა или мудак არის бранная слова. саланძრავი სიტყვა. ის значит ленивый и глупый. ეგნიშნავს ზარმაცი, სულელი და კიდე რა ვიცი რაღაც ცუდი რამე მიგვიწვება. გასაგებია და ეგეთი რაღაცა მოკლედ ახლა კრაზანაზეა თორე ადამიანზე ციხმარება ეგ სიტყვა და სალანძღავი სიტყვა. გასაგებია ხო? ახლა ბავშვებო ყველაფერ ამას მე წავიკითხავ სათითაოდ და ისა ყველაფერს ვთარგმნო მე სათითაოდ თქვენ. ახლა ისმინეთ. ფჩილა, ასა, ფჩილა, пчёлы, ანუ ფუტკარი, ფუტკრები, ასა, ოსი, კრაზანა, კრაზანები, пчила или аса. ფუტკარი თუ კრაზანა, как их отличить? როგორ განვასხვავოთ? пчила опыляет цветы, ტვერავს ყვავილებს, делает мёд, აკეთებს თაფლს, улучшает დააკვირდით როგორ იკითხება улучшает окружающую среду, აუმჯობესებს გარემოს, жалит неохотно, უხალისოდ იკბინება, თუ ისუსხება, თუ იგესლება, თუ ინესტრება ალბათ ინესტრება. просто მუძილა, უბრალოდ მუძილა არისო, რაღაც სალანძღავი სიტყვა რა, გალანძღეს საწყალი კრაზანა და მე აქ რა წერია, მუძილა или мудак, ეს სალანძღავი სიტყვა, бранное слово, ესე იგი სალანძღავი სიტყვა, აი შეურაცხყოფის მისაყენებელი, ის значит და ნიშნავს ленивый ზარმაცი, и глупый და სულელი. და კიდევ რაღაცებიც იგულისხმება, როცა ადამიანზე ცუდი თქმა უნდათ. ასე ახლა იწყებს ესე იგი ნიკა. Пчела, аса, пчела, пчелы, аса, осы, пчела или оса. Как их отличить? Пчела опыляет цветы. Дайца и უფრო მაგრა опыляет цветы, делает мед, улучшает окружающую среду, жалит неохотно. Просто мудила или мудак. Бранное слово и значит ленивый и глупый. აბა ლუკა. пчела, аса, пчела, пчёлы, аса, осы. Пчела или оса, как их отличить? Пчела опыляет цветы. Опыляет цветы, делает мед, улучшает окружающую среду, жалит неохотно. Оса просто мудила. Мудила или мудак, бранные слова, и значит ленивый и глупый. ხაჯიც სიარული იცი ესეც სიარულია წასვლა ესე იგი სიარული და წასვლა პრიგაც ხტომა ან ხტუნვა ესე იგი ხაჯიც არის სიარული იცი წასვლა პრიგაც ხტომა ან ხტუნვა პრიგაც ნასკაკალკე სახტუნაოზე ხტომა პრიგაც სასკაკალკაი სახტუნაოთი ხტომა პრიგაც ჩერეს კაკალკუ სახტუნაოზე გადახტომა, აი ჩერეს ნიშნავს, რომ ზედ გადაახტეს. ნახეთ განსხვავებები დააკვირდით ბავშვებო. პრიგაც ყველგან არის პრიგაც. ესე იგი ხტომა, ხტუნვა, მაგრამ აქ არის პრიგაც ნასკაკალკე, აი ნა. რომ სახტუნაოზე ხტომა, პრიგაც სასკაკალკა, აი სახტუნაოთი ხტუნვა და პრიგაც ჩერეს კაკალკუ სახტუნაოზე გადახტომა. ზევიდან რომ გადაახტები. გასაგებია ხო? ახლა მოდი აბა ეს ყველაფერი ჯერმე წავიკითხავ და მე თქვენ გაიმეორებთ. ხაჯიც არის სიარული, იცი წასვლა, პრიგაც ხტომა ან ხტუნვა, პრიგაც ნასკაკალკე
сахтунаозе хтома, прыгать со скакалкой, сахтунаоти хтома, прыгать через скакалку, сахтунаозе гадахтома. Аба რომელი ამბობს? Ника. Ходить идти, прыгать на скакалке, прыгать со скакалкой, прыгать через скакалку. Сахтунаузе хтунва, сахтунаузе хтунва, сахтунаузе гадахтома. Ესე ახლა Ходить идти, прыгать на скакалке. და თარგმანი თქვი. Сахтунаузе хтунва, прыгать со скакалкой. Сахтунаузе хтунва, прыгать через скакалку. Сахтунаузе гадахтома. Кенгуру не может прыгать назад. ესე იგი ახლა მე წავიკითხე. Кенгуру не может прыгать назад. ესე იგი კენგურუს არ შეუძლია უკან გადახტომა. Кенгуру не может прыгать назад. უკან გადახტომა არ შეუძლია. ახლა ნახეთ ტექსტია ბავშვებო და ყურადღებით ისმინეთ. Кенгуру один из лучших прыгунов в мире животных. Кенгуру არის ერთ-ერთი საუკეთესო ხტუნავი ან მოხტუნავე მსოფლიოში ცხოველთა შორის. გასაგებია ბავშვებო თარგმანი? კენგურუ არისო ერთ-ერთი საუკეთესო ხტუნავი ცხოველთა სამყაროში. Длина его прыжка, მისი ნახტომის სიგრძე достигает აღწევს дзისიწი 12 метров, აღწევს 10-12 метрს. А скорость передвижения, ხოლო გადაადგილების სიჩქარე 50 км в час, 50 км საათში. Но прыгать назад кенгуру не может, მაგრამ უკან გადახტომა კენგურუს არ შეუძლია. Благодаря этому факту, ამ ფაქტის წყალობით კენგურუ попал на герб Австралии. კენგურუ მოხვდა ავსტრალიის გერბზე. გერბზე დახატული ყოფილა კენგურუ. ილუსტრირუია ძევის და ამით ილუსტრაციას აკეთებს, ანუ თვალსაჩინოს ხრის დევის. რომელი დევის? Австралия всегда идет только вперед. Австралия ყოველთვის წინ მიდის, ისე როგორც კენგურუ ხტუნავს მხოლოდ წინ. ასე, აბა ახლა მთლიანად წაიკითხავ თუ თითო წინადადება წაიკითხავ? მე მთლიანად წავიკითხავ. აბა დაიწყე. Кенгуру не может прыгать назад. Кенгуру один из лучших прыгунов в мире животных. Кенгуру ერთ-ერთი რომელსაც საუკეთესო ხტუნავი ცხოველთა სამყაროში. მირ არის მსოფლიოთა სამყაროში. ცხოველთა სამყაროში. Длина его прыжка достигает 10-12 метров. მისი ნახტომის სიგრძე 10-12 მეტრს. А скорость передвижения ხოლო გადაადგილების სიჩქარე 50 კილომეტრ в час. 50 км საათში. Но прыгать назад кенгуру не может. მაგრამ ხტუნვა უკან кенгурус არ შეუძლია. Благодаря этому факту кенгуру попал на герб Австралии. ამ ფაქტის გამო გამოჩნდება კენგურუ არის მოხვდა ავსტრალიის გერბზე. ილუსტრირუია ძივის. ამით ილუსტრაცია თვალსაჩინო გახადა დევიზი. Австралия всегда идет только вперед. Австралия ყოველთვის წინ მიდის. მხოლოდ წინ მიდის. ასე. Кенгуру не может прыгать назад. Кенгуру არ შეუძლია უკან ხტომა. Кенгуру один из лучших прыгунов в мире животных. Кенгуру ერთ-ერთი საუკეთესო ხტომელია ცხოველთა სამყაროში. Длина его прыжка достигает 10-12 метров. მისი ნახტომის სიგრძე აღწევს 10-12 მეტრს. А скорость передвижения
პიწიცისი კილომეტრ час. ხოლო გადაადგილების სისწრაფე 50 კმ/სთ. Но прыгать назад кенгуру не может, მაგრამ უკან ხტომა კენგურუს არ შეუძლია. Благодаря этому факту кенгуру попал в герб Австралии. На герб Австралии. Благодаря этому факту. Am ფაქტის წყალობით კენგურუ მოხვდა ავსტრალიის გერბზე. Иллюстрируя девиз «Австралия всегда идет только вперед». ამით თვალსაჩინო გახდა დევიზი ავსტრალიას სულ მიდის ყოველთვის მიდის წინ. ხოლო წინ. Красивый сад. Ограда и забор. Забор. ორი სიტყვა რუსულში ქართულად გვაქვს ღობე ორივე შემთხვევაში და რუსები ხახმარობენ აგრადა შეღობილიო რა და забор ღობე, ну რა ვიცი ესე განსხვავებულია. ქართულად არის ღობე ორივე, რუსებისთვის არის აგრადა, ესეც ღობეა და забор ეგეც ღობეა. გასაგებია ხო? Аграда и забор. Девушка говорит. Следуй за мной. უკან მომყევიო. აი ვიღაცა მიყვება უკან, ხო? ესეთი გამოთქმაც არის. ასე ახლა მე ვკითხულობ მე თქვენ საერთოდ. Красивый сад. Аграда и забор. Девушка говорит. Следуй за мной. ახლა რომელი ამბობს? Красивый сад, ограда и забор. Девушка говорит, следуй за мной. Ника. Красивый сад, ограда и забор. Девушка говорит, следуй за мной. Котенок кусается. Волк и волчица. Дедали мгели да мамали. Волк ари мамали мгели да волчица ари дедали мгели. Мамали да дедали мгели. Волк и волчица. Ასე, აბა ახლა დაიცა ჯერმე котенок кусается, волк и волчица. ახლა რომელი ნიკა? Котенок кусается, волк и волчица. Котенок кусается, волк и волчица. ორივე თქვით ხო? Тетрадь, ручка, чернила и чернильница. ესე იგი რვეული, კალამი, чернила არის მელანი, чернильница სამელნი. ესე იგი тетрадь, ручка, чернила и чернильница. აბა რომელი იტყვის? Тетрадь, ручка, чернила и чернильница. ხო, სწორი ახლა შენ. Тетрадь, ручка, чернила и чернильница. გადავდივართ. Лицо мужчины. ჯერმე ვიტყვი მაშინ. Лицо мужчины, კაცის სახე, мужское лицо. კაცის სახე, ორივე ერთი და იგივეს ნიშნავს, თუმცა სხვადასხვა. Лицо мужчины, სახე კაცისა, мужское лицо, კაცის სახე. Ну, ერთი და იგივეა. Лицо женщины, ქალის სახე, женское лицо, ქალის სახე. ახლა აბა რიგრიგობით თქვი, ნიკა. Лицо мужчины, мужское лицо. Лицо женщины, женское лицо. Лицо мужчины, мужское лицо. Лицо женщины, женское лицо. Женское лицо. არის მის მაინცა женское лицо. Рот губы, зубы. ესე იგი პირი, კუჩები და კბილები. Рот, губы, зубы. Пляска. ეს არის აი ცეკვა დავლური რა, რო აი ისე რო ცეკვავენ და უცებ. დავლური დაუარაო, ხო? გასაგებია რა, პლასკა არის დავლურის დავლა, პლასაч დავლურის დავლა. უბრალოდ ბავშვებო. პლასკა დავლური Плясать давлуრის დავლა. Грузинский народный танец. ქართული ხალხური ცეკვა. Грузинские народные танцы. და ეს მრავლობითში, ხო, ახლა აბა რომელი? Рот, губы, зубы. ორივე ერთად.
ხოჯი წაიკითხა წინა. წინაზე შენ ეხლა ხო ღმერთს ვიცავ წინა. როტ გუბი ზუბი პლიასკა და ნელა კარგი დამშვიდით მიდილო. Рот губы зубы пляска плясать грузинский народный танец грузинские народные танцы. ახლა ნიკა. Рот губы зубы пляска плясать грузинский народный танец грузинский народные танцы. Грузинские народные танцы. ახლა პატარა გრამატიკაზე გადავდივართ ბავშვებო. Спряжение глагола идти. Глагола идти. ეს იგი ზმნა, აი წასვლის ისა უღლება. ესე იგი უნდა ვაუღლოთ ახლა ზმნა წასვლა. идти. Я иду в школу. Я иду в школу. მე მივდივარ სკოლაში. აი ეს ზმნა უნდა ვაუღლოთ, რომ წასვლა, ну მივდივარ. Я иду в школу, ты идешь. Я иду, ты идешь, он идет, она идет, оно идет, мы идем, вы идете, они идут. ასე, და ეს ჯერმე წავიკითხავ, მე რიგრიგობ თქვენ. Спряжение глагола идти. წასვლა. Я иду в школу. მე მივდივარ სკოლაში. Я иду, ты идешь, он, она, оно идет, мы идем, вы идете, они идут. ახლა რომელია? მე. Спряжение глагола идти. Я иду в школу. Я иду, ты идешь, он идет, оно идет. აი შეგიძლია ესე თქვა, он, она, оно идет. Он, она, оно идет, мы идем, вы идете, они идут. Лука. Спряжение глагола идти. Я иду в школу, мы мивдивар школаши. Я иду, ты идешь, он, она, оно идет, мы идем, вы идете, они идут. Спряжение глагола ходить, сиарули. Я хочу в школу, я хожу в школу, мы мивдивар школаши. Я хочу ты. Я хожу, ты ходишь, он, она, оно ходит, мы ходим, вы ходите, они ходят. Спряжение глагола ходить. Я хожу в школу. Я хожу, ты ходишь, он, она, оно ходит, мы ходим, вы ходите, они ходят. Спряжение глагола ходить сиарули. Я хожу в школу, мы давдивар школаши. Я хожу, ты ходишь, он, она, оно ходит, мы ходим, вы ходите, они ходят. ერთხელ ახლა მას მე წავიკითხე, იმიტომ რომ მე არ დამაცალეთ რომ წამიკითხა. Спряжение глагола ходить. Я хожу в школу, მე დავდივარ სკოლაში. Я хожу, ты ходишь, он, она, оно ходит, мы ходим, вы ходите, они ходят. ახლა მას ჯერმე წავიკითხავ. Спряжение глагола прыгать. ახლა არის უღლება ზმნისა, ხტუნვა ან ხტომა. Я прыгаю на скакалке. მე ხტუნავ სახტუნაოზე, სასკაკალკაი, სახტუნაოთი через скакалку. ესე იგი სახტუნაოზე გადახტომით ისე Спряжение глагола прыгать хтонва хтома. Я прыгаю на скакалке. Со скакалкой через скакалку. Я прыгаю, ты прыгаешь. Он, она, оно прыгает. Мы прыгаем, вы прыгаете, они прыгают. Спряжение глагола прыгать хтонва хтома. Я прыгаю на скакалке, со скакалкой через скакалку. Я прыгаю, ты прыгаешь, он, она, оно прыгает, мы прыгаем, вы прыгаете, они прыгают. Ase урок окончен, до свидания. До свидания. Აკეთილი. დამთავრებული. ახლა 1 2 3